საქართველოს უვიზო რეჟიმის შეჩერების საფრთხის წინაშე და კანდიდატის სტატუსი მხოლოდ ფურცელზე. Რამდენად ახლოს ვართ ვიზა ლიბერალიზაციის დაკარგვასთან ბრიუსელიდან სიგნალები ნეგატიურია. რეჟიმი კი უკან დახევას არ აპირებს, პირიქით აძლიერებს თავდასხმებს დიპლომატებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე. დიდი ალბათობით ახალი წლიდან გახდება ცნობილი და ემუქრება თუ არა საფრთხე ისტორიულ მონაპოვარს. გადაწყვეტილების მისაღებად 27 ქვეყნის თანხმობა არ არის საჭირო. ფორმულა ესაუბრა ბრიუსელში რასა იუკნევიჩ ჩიენეს ევროდეპუტატს და საქართველოზე მუდმივ მომხსენებელს. მასთან ინტერვიუ ლუკა ხაჩიძემ ჩაწერა. ევროპარლამენტში საქართველოზე მუდმივი მომხსენებლის მოლოდინი სამწუხაროდ არის ნეგატიური, რასა იუკნევიჩიენე რეალისტურს უწოდებს სცენარს, როდესაც ჩერდება საქართველოს უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან. ევროდეპუტატის თქმით, თუ საქართველოს მოქალაქეები ამ პრივილეგიას დაკარგავენ, ეს სრულად ივანიშვილის პასუხისმგებლობა იქნება და სწორედ ამით ხსნის ის იმ გადაბრალების კამპანიას, რომელიც ოცნებამ წამოიწყო საკუთარი პროპაგანდისტული ტელევიზიების თუ თვითმარქვია ექსპერტების გამოყენებით. ფორმულასთან ევროპარლამენტარი ოცნების დეзинფორმაციის საპასუხოდ, რომ თითქოს ბრიუსელი ოლიგარქის მთავრობის დასჯას ცდილობს, კიდევ ერთხელ განმარტავს ძალიან მარტივ ლოგიკას, რომელსაც ვიზა ლიბერალიზაცია ეფუძნება. ქვეყანა მას იღებს და საქართველოს შემთხვევაშიც რა თქმა უნდა ასე იყო, იმ დათქმით, რომ დაიცავს ფუნდამენტურ თავისუფლებებს და დემოკრატიულ ღირებულებებს. საპირისპირო ნაბიჯებს კი მოხვება შედეგი უვიზო მიმოსვლის შეჩერების სახით. ეს კი ის მოცემულობაა, რომლის წინაშეც ოცნებამ ახლა ქვეყანა დააყენა. რეჟიმს იმის ჩვენება სურს, რომ თითქოს ევროკავშირს არ სურს ქართველები უვიზო მიმოსვლით სარგებლობდნენ, მაგრამ ეს ტყუილია, ისინი იტყუებიან ყოველდღე როგორც კრემლის წარჩინებული სტუდენტები. რატომ იტყუებიან? იმიტომ რომ მათი პასუხისმგებლობაა რეკომენდაციების შესრულება. ყველაფერი ბიძინა ივანიშვილის და მისი პარტიის ხელშია. მოთხოვნები გაწერილია შესაბამის დოკუმენტებში და ქართულ ოცნებაში ძალიან კარგად იციან, რა ნაბიჯები უნდა გადადგან, რომ ქვეყანამ უვიზო რეჟიმი შეინარჩუნოს. წლების წინ, როდესაც საქართველომ ვიზა ლიბერალიზაცია მიიღო, ქვეყანაში სხვა მდგომარეობა იყო. უვიზო რეჟიმით სარგებლობის უფლება არ არის უსასრულო. იცავს თუ არა ქვეყანა ვიზა ლიბერალიზაციის მოთხოვნებს. პროცესი ყოველწლიურად ფასდება. ეს ყველა ქვეყანაზე ვრცელდება, არა მხოლოდ საქართველოზე. თუ საქართველო არ შეასრულებს რეკომენდაციებს, უვიზო რეჟიმი შეჩერდება. სხვაგვარად წარმოუდგენელია, მაგრამ პასუხისმგებელი იქნება მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი საკუთარ პარტიასთან ერთად. როდესაც ვუყურებ ვიზა ლიბერალიზაციით სარგებლობის მოთხოვნებს და იმას, რაც საქართველოში ხდება, ძალიან გაოცებული ვიქნები თუ ვინმე იტყვის, რომ საქართველო ამ მოთხოვნებს ასრულებს, განსაკუთრებით ადამიანთა უფლებების მდგომარეობის კუთხით. თანაც ეს უკანონო დაკავებები, ეს ნამდვილად არ არის დემოკრატია. საქართველოს შესაძლოა ვიზა ლიბერალიზაცია დაკარგოს, კანდიდატის სტატუსი კი მხოლოდ ფურცელზეა დარჩენილი, ესეც რასა იუკნევიჩიენეს შეფასება. ევროდეპუტატი ამბობს, რომ კანდიდატობა ქვეყანამ მიიღო ქართველი ხალხის ბრძოლის დაფასების და მხარდაჭერის ნიშნად ბრიუსელის მხრიდან. ევროდეპუტატი იხსენებს, რომ ოცნებამ მაშინ არ შეასრულა რეკომენდაციები, კანდიდატის სტატუსის მიღება კი პროპაგანდის გასაძლიერებლად გამოიყენა, რომ თითქოს ის რეალურად დასავლური პარტიაა. ლიეტუველი პოლიტიკოსის თქმით, ყველა ძალიან კარგად ხვდება, რომ ოცნება არის ანტიდასავლური ძალა, რომელსაც განზრახული აქვს ქვეყანა რუსულ ორბიტაზე დააბრუნოს. დეპუტატი სწორედ ამით ხსნის ოლიგარქის მთავრობის იზოლაციის ზრდას და ბოლო შემთხვევასაც, როდესაც მაკა ბოჭორიშვილი, ივანიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლუქსემბურგში არ მიიწვიეს. ქვეყნის ევროპულ გზაზე დაბრუნების ერთადერთ მექანიზმად ევროპარლამენტარი ახალ საპარლამენტო არჩევნებს ხედავს. 4 ოქტომბრის პროცესს კი ის არჩევნებად საერთოდ არ აღიქვამს. მდგომარეობა უარესდება ყოველდღიურად. სამწუხაროდ ჩვენს ვიწინასწარმეტყველეთ და არაფერია ამაში გასაკვირი. იმედი ახლა არის ხალხი ქუჩაში. მეტი ადამიანი ქუჩაში ნიშნავს მეტი მეც. რაც უფრო მეტი ადამიანი მიხვდება თუ რას ნიშნავს ოცნების მმართველობა საქართველოსთვის, ეს ნიშნავს უკეთეს მომავალს ქვეყნისთვის. ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მეტის გაკეთება შეუძლიათ. იქნება ეს სანქციები თუ ზეწოლა რეჟიმზე. მნიშვნელოვანია ხალხის მხარდაჭერა, მაგრამ ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ კანდიდატის სტატუსი მიიღო ქართულმა ხალხმა და არა ქართულმა ოცნებამ, რომელსაც რეკომენდაციები არ შეუსრულებია. ეს იყო გზავნილი ხალხის მიმართ, რომ თქვენს გვერდით ვართ და არ მივცემთ უფლებას რუსეთს თქვენით ისარგებლოს, მაგრამ ქართულმა ოცნებამ ეს გადაწყვეტილება манипуляციისთვის გამოიყენა, იმის საჩვენებლად, რომ თითქოს პროევროპული ძალაა. ახლა ყველა ნიღაბი მოხსნილია. საინტერესოა ოცნების ამომრჩევლებმაც თუ გააცნობიერეს, რომ ისინი მოატყუეს. რეალური განწყობების შესაფასებლად საჭიროა ახალი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები,
რომელსაც დამოუკიდებელი ექსპერტები ჩაატარებენ. რაც შეეხება თვითმმართველობის არჩევნებს, პროცედურებს ხანდახან ალბათ ლუკაშენკო ციცავს. აქ მთავარი ისაა, რომ წამყვანი ოპოზიციური პარტიების ლიდერები ციხეში არიან. როდესაც წვდომა ინფორმაციაზე, მედიაზე შეზღუდულია, ეს ნამდვილად არ არის არჩევნები. დაბოლოს დავუბრუნდეთ ისევ ყველაზე აქტუალურ საკითხს, როდესაც საუბრობთ საქართველოს და ევროკავშირის ურთიერთობაზე. ევროდეპუტატი პროგნოზირებს, რომ ვიზა ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება საჯარო გახდება წლის ბოლოს ან მომდევნო წლის დასაწყისში, როგორც მოისმინეთ ევროპარლამენტის მუდმივ მომხსენებელ საქართველოზე. სამწუხაროდ მხოლოდ ნეგატიური მოლოდინი აქვს ის ამ განწყობით აქ ბრიუსელში ევროპარლამენტარებს შორის შეიძლება ითქვას უმრავლესობას წარმოადგენს.